მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ დღესაც მოქალაქეები პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები პროტესტის 323 დღეს. აქვეა დროშები, ევროკავშირის და საქართველოს დროშები, ამ დროშებით გამოდიოდა ყველა აქციაზე. დაკავებამდე ზურაბ ჭავჭანიძე, ბათუმელი მეტროში, რომელიც ეხლა უკვე პატიმრობაშია, ოცნების რეჟიმმა მანამდე ბათუმელი მეტროში თემურ ქათამაძე გააძევა ქვეყნიდან, მეორე მეტროში, რომელიც დევნილია აფხაზეთიდან, ზურაბ ჭავჭანიძე არის დაკავებული სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, თუმცა ამ საქმეში პროკურატურას არ აქვს წარმოქმნილი არც ერთი მტკიცებულება. მაგალითად ჯგუფურ ძალადობის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოქმნილი, ხოლო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის კუთხით კი წარმოქმნილია მხოლოდ ის კადრი, ერთადერთი ვიდეო კადრი, სადაც ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭანიძე გადაადგილდება ყოველგვარი ძალადობის გარეშე დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში. პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა ქვეყანაში ოცნების რეჟიმის პირობებში, მას შემდეგ რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რასაც აკეთებს ქართული ოცნების მთავრობა, როგორ შორდება ქვეყანა ევროპას, პირდაპირ მნიშვნელობით ჩაკეტა ყველანაირი გზა ქვეყანამ ევროპისკენ და ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლების პირობებში დაამყაროს ქვეყანაში დიქტატურა. ამის დასტურია დღევანდელი დღეც. დღეს ორი კანონი მიიღო ზედიზედ დემოკრატიის წინააღმდეგ ქართული ოცნების არლეგიტიმურმა პარლამენტმა. ერთი შეეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. თქვენ იცით, რომ ძალიან მალე ამ შენობაში საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვა სარჩელი, ქართული ოცნების სარჩელი პოლიტიკური პარტიების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. 10-მდე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განვიხილავთ, გუშინ განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, ხოლო კონკრეტული მოქალაქეებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა დღეს შეიტანეს კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც არის არაკონსტიტუციური და უკანონობა, ასეთია უფლებადამცველების, მათ შორის ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციის SAIS, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება. კიდევ ერთი კანონი შეეხება უკვე პროტესტის კრიმინალიზებას. თუკი ჩვენ აქამდე ვსაუბრობთ იმაზე, რომ შემოიღო და გაამკაცრა ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობები ოცნების რეჟიმმა საპროტესტო აქციის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ცდილობს სხვადასხვა ფორმებით, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში და ეს ჩანდა ოცნების არაერთ გაწყვეტილებაში, მათ შორის არაერთ კანონში, ამჯერად უკვე კრიმინალიზებაც მოხდა პროტესტის. მაგალითად, თუკი სამჯერ მიაყენებს შეურაცხყოფას აქციის მონაწილე პოლიციელს, ის შეიძლება უკვე დააკავონ სისხლის სამართლის წესით და შესაბამისად უკვე სისხლის სამართლის კოდექსიც დაემატა კონკრეტული მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კონკრეტული აქციის მონაწილის წინააღმდეგ. და კიდევ უფრო მეტად ვხედავთ, როგორ ამკაცრებს ამ რეპრესიულ მიდგომებს ქართული ოცნება ამ საკანონმდებლო აქტებით საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს ხშირად შეეხება არა მარტო ამ პროევროპულ აქციას, რომელიც უნდა ახლად სამწუთებშიც გრძელდება ბათუმში და უკვე 322 დღე არის უწყვეტად გრძელდება მთელ საქართველოში, არამედ შეეხება ნებისმიერ აქციას, სადაც მაგალითად ქუჩებიც იკეტება. თქვენ იცით, რომ ქუჩის გადაკეტვა პირდაპირ ითვალისწინებს უკვე პატიმრობას. 15 დღე დააპატიმრებენ მოქალაქეს, რომელიც გადაკეტავს ქუჩას და მნიშვნელობა არ ექნება ეს აქცია რის საფუძველზე იმართება და თქვენ გახსოვთ და შეიძლება თქვენც იყავით მონაწილე მათ შორის ბათუმში არაერთი საპროტესტო აქციის, მაგალითად უსახლკაროების აქციის, ან მაგალითად ქობულეთში, როცა კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მამპაპისეული მიწების დაბრუნებას, ან ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებმა, როცა მართავდნენ ბათუმში აქციას, მათ არაერთხელ გადაკეტეს ქუჩა ამ ქალაქში, რომ მიექციათ მთავრობის ყურადღება. ახლა უკვე ეს იქნება დასჯელი და პირდაპირ პატიმრობას ითვალისწინებს ქუჩის გადაკეტვა. მოდი ამ ბოლო სიახლეებზე, ქართული ოცნების რეჟიმის ბოლო მცდელობებზე, რომ მან ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში, გავისაუბროთ
ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით, ციალა ქათამიძეს მოусმინოთ სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ დამფუძნებელს. საღამოშიდობაზე ციალა დღეს კიდევ ახალი კანონები მიიღო, დაამატა, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ და პარლამენტმა, რომ უფრო მეტად ჩაახშონ პროტესტი ქვეყანაში და გააქრონ პრაქტიკულად ქვეყანაში პროტესტი. თქვენ როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებებს და რით არის ნაკარნახები, რა სურვილი აქვს, თქვენ როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში ქართული ოცნების ამ ნაბიჯებს როგორ აფასებთ? მე და ჩემი თანამოძრაები რეალურად უკვე რთულია შეჩვევა, მაგრამ შევეჩვიეთ ყოველდღიურად ახალ გაუარესებულ ყოფას, რომელიც არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნისთვის, საგარეო კურსისთვის თუ რაღაცა შიდა პოლიტიკური პროცესების არის ცუდი, არამედ ინდივიდუალურად ჩვენგანის ყოველდღიური ყოფის გაუარესება ხდება, რა ვიცი, შიშროებიდან დაწყებული სხვადასხვა ტიპის უფლებების შეზღუდვით, ხო, რეალურად ფაქტობრივად ქვეყანაში აღარ არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციები, ვეღარ ფუნქციონირებენ, პრობლემები აქვს მედია ორგანიზაციებს და ეხლა მეათვინე პოლიტიკური პარტიის წევრებს და ზოგადად პოლიტიკურ პარტიებს, არა მხოლოდ წევრებს, იმ ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა ტიპის აქტივობებში პოლიტიკურ საქმიანობასაც კი უბრძალავენ ადამიანებს, ხო, ვინც ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ალბათ დაუსვათ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ სათუა შეიცვალა თუ არა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ჯერ კიდევ სათუა გაუთანაბრდა თუ არა ავტორიტარიზმის და დიქტატურის და სხვადასხვა ტიპის რეპრესიების მიმართულებით წინა ხელისუფლებას და ის რომ უკეთესი მდგომარეობაა დღემდე ვინც ამბობს. იმ ადამიანებს, რომლებიც, რა ვიცი, ამაგრებენ ასე აგურ ამ ხელისუფლებას, რომ დღემდე არსებობს ამ ამბავში და მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ, რა ვიცი, ამაზე უარესი სამართლებრივი და სხვა ტიპის მდგომარეობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე პროტესტში არიან ჩართული ან გამოხატავენ სხვადასხვა გზებით თავენ პროტესტს, ფიზიკურად ვეღარ შეიძლება დადგეს. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ არ აქვს მნიშვნელობა ხმა ქართულ ოცნებას მისცა, მიაცემინეს თუ უბრალოდ არ მისცა, მაგრამ ეხლა დუმს და უსულა საკუთარ თავს კითხვა. ანუ რა ვიცი, ოდესმე წარმოგვედგინა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მოხდება. თუ ერთია მოგწონს თუ არ მოგწონს კონკრეტული პარტია, მაგრამ როგორია მათი როლი ამ ქვეყანაში? მიხედვით კი არა რომ რაღაცა აი თქვათ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებს განახორციელებენ თუ რაღაცა ტიპის სიძულვილს და ეს შემდეგ დამკვიდრებენ. არსებობს რაღაცა ტიპის პრაქტიკები და საქართველოს კონსტიტუცია იცნობს, ხო? ძალადობისკენ მოწოდების მქონე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ რეგულაციები არსებობს. თუმცა ეხლა ამ შემთხვევაში რა გემოვნების მიხედვით, რასაც გადაწყვეტს ბატონი პრემიერი თქონდა მე თქვა, მაგრამ რა ვიცი, პრემიერად დანიშნული ადამიანი ან ბიძინა ივანიშვილი ან არ ვიცი ის ძალა, რომელიც რუსული წესებით, რუსული მეთოდებით და ძალიან დიდი ალბათობით რუსული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი რაღაცა გეგმის განხორციელებას აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში პარტიების აკრძალვა, ხო? ძალიან სიმბოლურია ის ადგილი, სადაც ჩვენ 323 დღეა ვიკრიბებით, იმიტომ რომ მთავარი ალბათ ერთ-ერთი კერა პროტესტის უნდა გახდეს ეს ადგილიც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული აქ და ისე როგორც მანამდეც შეეძლოთ რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ მიიღეს, ხო, კრიტიკულ სიტუაციაში. მინიმალური ტესტიც კი ამ ადამიანებმა და ძალიან მწუხვა, სამწუხაროდ ქალაქშიც ხდებიან ხოლმე რამოდენიმე მათგანი და ძალიან მწუხვა მათ გამო, იმიტომ რომ მათ არჩევანი სამწუხაროდ გააკეთეს და სავარაუდოდ იგივე გზას გააგრძელებენ, რაც წინა შემთხვევაში. არ გაქვთ არადენი მოლოდინი, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან ან არ დააკმაყოფილებენ
წარმოუდგენელია ქართული ოცნების ამსაჯელს რაიმე ტიპის ინსტიტუტის ან რაიმე ტიპის რა ვიცი დაწესებულების ან სტრუქტურის რომელიც კონტროლირდება ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან წარმოუდგენელია იმიტომ რომ ყველა ტიპის სივრცეები ყველა ტიპის რა ვიცი რისკები დააზღვიეს მათ იმისთვის რომ აღარ იყოს არა მხოლოდ ოფიციალური ინსტიტუცია ან მათ მხარეს არსებული რაღაცა დაჯგუფებები, არამედ საერთოდ აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში ის ადამიანები თუ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც განსხვავებული არათუ რადიკალურად განსხვავებული მათგან შეხედულებები ქართული ოცნებისგან განსხვავებული, არამედ კითხვის დასვაც კი რომ იმიტომ რომ მოეწონათ ეს კომფორტი რაც იყო ის რომ რა ვიცი დაიწყეს ესე პატარ-პატარა ამბებით და რავი დღეს ვართ იმ რეალობაში რომ ისე ხვდებით ერთპარტიული როგორც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს და ეს პროტესტის ამბავია ანუ იცით მე მაგალითად ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ არ ვიცი აღარ ვამტკიცებ ირგვლივ ადამიანებთან რომ ეს ხელისუფლება რა ვიცი მსგავსი ტიპის ხელისუფლება ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს ერთიანობაში იმიტომ რომ ყველაფერი იკადრეს და ყველაფერი გააკეთეს რაც არსებობდა გამოცდილება სხვა ავტორიტარული ქვეყნების გამოცდილებებიც დაამატეს და კიდე ახალი ნოუ-ჰაუები მოიფიქრეს საკუთარი რაღაცა იცი რა ქვია ინიციატივით და არ ვიცი აი ხო აი რამდენი ადამიანი ვართ ხო ამას წინათ თქვენი ფოტო ერთ-ერთმა პროპაგანდისტურმა ტელევიზიამ წაიღო და თქვა რომ აი 10 ადამიანია მართლა აინტერესებს ხო აი რა ვიცი მარტო ჩვენთვის არის ის პრობლემა რა პრობლემაც არის მე მესმის რომ მაგალითად რთულია ფიზიკურად აკოფნა უამრავი რაღაცა ტიპის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საკითხები აწუხებთ ადამიანებს მისთვის გულის ტკივილი ზოგადად პროცესების თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მისამართით მესმის შეიძლება აქ ვერ დაინახეს საკუთარი თავი თუმცა რა ვიცი ჯერ კიდევ არის დრო იმისა რომ უთხრათ ცალ-ცალკე თუ ირთად ამ ხელისუფლებას რომ ჩვენ ესეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არასდროს არ გვიოცნებია არა ვიცი არც ჩვენი წინაპრები თუ რა ვიცი მომავალთაობა სუნდა რომ ესეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრობდეთ იმიტომ რომ არათუ ქართული ოცნების რაღაცა ამ კონკრეტულ ანტიევროპულ გაწყვეტილებების პროტესტს შეეხება საქმე ნებისმიერი ტიპის პრობლემის აი თქვენ გააშუქეთ მე მგონი დღეს წყალთან დაკავშირებული საკითხი იყო როდესაც რაღაცა გასკდა მისადენი თუ მისადენი კი არა წყლის გუშინ კი ბატონო როცა ამოდიოდა წყალი კანალიზაცია ქუჩაში ხო კვინტადის ქუჩაზე ეს პრობლემები აწუხებს რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება საკუთარი რა ვიცი პრობლემის მიტანა ხელისუფლებისადმი და რა ვიცი გამოხატვა საკუთარი გასაჭირის ფიზიკურად აღარ შეეძლებათ და კი და ამას მართაც რო გადაეკეტათ ქუჩა მაგალითად ხო უკვე ქუჩის გადაკეთება ითვალისწინებს პირდაპირ დაპატიმრებას არც მდგომარეობა მართლაც და ძალიან კრიტიკულია არა რთული მხოლოდ ძალიან კრიტიკული და ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება ჩვენთვის აქ მყოფი ადამიანებისთვის თუ რა ვიცი პროტესტ ჩართული ადამიანებისთვის ეს ყოფა უფრო მეტად შეუძლებელია დამძიმდეს იმიტომ რომ ნუ არის ორი ალტერნატივა ხო ან რაღაცა აღმოჩნდა ციხეში ან ნუ რაღაც ფიზიკური ჯერჯერობით არ ჩანს ეგ საფრთხე ესე მყისიერი თუმცა არ ვიცი თუ შეიძლება აქამდე მივიდეთ ჩვენთვის ეს ყოფა ვეღარ დამძიმდება მაგრამ ეს ყოფა დამძიმდება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ამ ქვეყანაში ჩვენი თუ არა მათი უფლებების დასაცავად მაინც ვფიქრობ რომ მინიმუმ რა ვიცი უთხრან მაინც სხვადასხვა გზებით საკუთარ პარტიას თუ საკუთარ ხანდაჭერი ლიდერებს იმის შესახებ რომ რაღაცები მინიმუმ უნდა შეიცვალოს ან სადღაც გაჩერდნენ იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ხანს გაიწელება
ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლის პროცესი მით უფრო კატასტროფული იქნება შედეგი მათთვის, იმიტომ რომ როგორც ჩანს, მათ რაღაცა ზღურები ძალიან დიდი ხნის წინ გადალახეს და ეს ზღვარი ფიზიკურად აღარ არსებობს. შესაბამისად, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს კიდევ ერთ, რა ვიცი, ფიზიკურ თუ სხვა ტიპის კონფლიქტებს, იმიტომ რომ რასაც ესენი აკეთებენ, ფიზიკურად შესაძლებელია რომ მივიდეს იმ ზღვრამდე, რომ რაღაცა ტიპის რთული პროცესები დაიწყოს ამ ქვეყანაში. აიცი, მე ვთვლი რომ სანამ ფიზიკურად შემიძლია ჩემი პოზიცია ვეცდები გამოვხატო ყველგან, ეს იქნება ქუჩაში თუ სხვა ადგილას და ძალიან მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა პოლიტპატიმრების მისამართით და ის რომ დავაფიქსიროთ წინააღმდეგობა ამ ხელისუფლების მისამართით. სხვა მანამ სანამ საზოგადოების უმრავლესი ნაწილი არ გადაწყვეტს ერთად მოიფიქროს გამოსავალი და ეს გამოსავალი ქმედით მაშინ გადაიტანოს ღონისძიებებში. რა ვიცი, კიდევ უფრო მძიმდება ყოველდღიურად ეს პროვარები. დიდი მადლობა. ეს ციალა ქათამიძე იყო, ჩვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში, ბათუმელების ეთერში. ეს არის 323 დღე, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში და არა მარტო ბათუმში და თბილისში და დიდ ქალაქებში იმართება საპროტესტო აქციები, არამედ ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა. მოდი ზურაბს მოусმინოთ ირემაძეს. სახელმწიფოებისას ზურაბ დღეს დამატებით ახალი კანონები მიიღო ქართული ოცნების არალეგიტიმურმა პარლამენტმა. ძალიან ნათლად ჩანს მიზანი, რომ მათ სურთ პროტესტი ჩაახშონ და გაქრეს ეს პროტესტი, მაგრამ შესაძლოა ეს კანონები არ შეეხება მარტო ამ პროევროპულ აქციას, თქვათ, აქ მიმდინარე აქციას, ან თბილისში რუსთაველზე მიმდინარე აქციას, ხო? ჩვენ გვინახავს არაერთი საპროტესტო აქცია ქვეყანაში, როცა ქუჩა გადაუკეტავთ, თქვათ, ოცნების ქალაქის მაცხოვრებლებს, ან უსახლკარო ადამიანებს, ანუ იპოთეკით დაზარალებულ მოქალაქეებს და ასე შემდეგ, ხო? ნებისმიერ ადამიანს, როგორც კი დაუდგება პრობლემა და თუ კი შედგება მრავალრიცხოვანი აქცია, ქუჩას გადაკეტავენ, მათ დააპატიმრებენ უკვე. ან ასე უკვე შემოვიდა კრიმინალიზება, თუ თქვენ პოლიციას მიაყენეს სამჯერ შეურაცხყოფა, შეიძლება უკვე სისხლის სამართლის წესით აგებინონ პასუხი აქციის მონაწილეს, ხო? ასევე მეორე სფეროში შეიცვალა კანონები იმ კუთხით, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ადამიანებს შეეზღუდებათ და აეგრძალებათ უпростоრად პოლიტიკური საქმიანობა, ასევე ლაპარაკია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე. აი რა ეტაპზე გადავდივართ და რა ქვეყანას ვიღებთ ჩვენ ამ აკრძალვების შემდეგ? ერთი შევამინდა მე ოცნებასთან. მოდი დავყოს საზოგადოება, მომხრეებათა მოწინააღმდეგეებად და მომხრეებს მაგალითად უთხრათ თქვენ და დასაშვებია ყვება და მოწინააღმდეგეს უთხრათ არ იყვებოს. არ ჭამოს, არ სვას, წყალი არ დალიოს, არ ისუნთქოს და ჟანგბადი არ მიიღოს. ანუ საით მიყავს სახელმწიფო ეს მაინტერესებს. როგორ შეიძლება ესეთი ცინიზმი და უპასუხისმგებლობა რომ საკუთარი მოქალაქეები დაანაწევრონ, საკუთარ მოქალაქეებზე გაბატონდნენ და ამავე დროს თქვა რომ ჩვენი თავარი ღირებულება საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობა არის. არაერთხელ აქ ეს ნათქვამი, ხო? ჩვენი ნომერპირველი ღირებულება არის საქართველოს ერთიანობა. საქართველოს ერთიანობა როგორ არის შენი ნომერპირველი ღირებულება, როცა ქართველების დანაწევრებაზე მუშაობ. თუ ქართველების დანაწევრებაზე მუშაობ, გამოდის შენი ღირებულება საქართველოს დანაწევრება არის და არა საქართველოს გაერთიანება, ხო? ეს ხო რეალობა არის და სწორი აზრია. ასე რომ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება სულ სწორედ რუსული საქმის კეთება რითი? დაანაწევროს და იბატონოს ბუნებრივია თავისთავად კანონებით, არა მარტო პოლიტიკური შეხედულებებით, ასევე კანონებით ოფიციალურად, რომ დანაწევრებული იყოს საკუთარი მოქალაქეები. ამაზე სიტყვიერად ამბობენ, რომ საქართველოს ერთიანობა არის ჩვენი თავარი ამოცანა, სინამდვილეში ფიზიკურად და იურიდიულად იყოს დანაწევრებული საქართველოს მოსახლეობა. ეს რას გამოიწვევს თქვენი აზრით პოლიტიკური პარტიების აკრძალვა? ათამდე პოლიტიკური პარტია უნდა აკრძალოთ, მათ შორის მცირე პოლიტიკური ძალებია. ანუ ერთია, ვიღაცას მოსწონს თუ არა კონკრეტული პოლიტიკური პარტია, მაგრამ ქვეყანა პოლიტიკური პარტიების და ოპოზიციის გარეშე რა იქნება? ახლა ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, გულწრფელად გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში ორი პოლიტიკური პარტია აიზალებოდეს ოცნება და ნასმოძრაობა გაიქნება. მაგალითად, ჩემი შეხედულობით, მაგრამ თუ კი გვინდა ჩვენ დემოკრატია, როგორ შეიძლება მომხე რომ აიგზავნოს რომელიმე პარტია? ჩემი შეხედულობით, მაგრამ საერთოდ ვამბობ,
ჩემ შეხედულებაზე ქართლდება. აქ არის დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული ფასეულობა. შეიძლება მე ვიღაცაზე გამწარებული, გაბრაზებული ვარ და ვამობ, ეს უნდა აიგზავნოს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ უნდა აიგზავნოს, ხო გამიგე? დემოკრატია ამას არ ითვალისწინებს. დემოკრატიული ღირებულება ამას არ ითვალისწინებს. შენ თუ ხარ მაგალითად პოლიტიკური პარტია და ხარ სათავეში, ეს იმას ანიშნავს, რომ პატარა პოლიტიკური პარტიები ეძახო, არალეგიტიმური ეძახო და მაგალითად მის დაკრეინებაზე ცდილობენ. დემოკრატია ეს არ არის, რა თქმა უნდა, შენ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენო, ადამიანებს არსებობა აუგზავნო, პარტიაში არსებობა აუგზავნო, პარტიის არსებობა აუგზავნო, ეს არ არის დემოკრატია. ეს არის პირდაპირ დემონობა და შენ გამოცდილ საზოგადოება მიყავ დემონობისკენ და არა დემოკრატიისკენ. თუ შენ დემოკრატია უნდა შექმნა, მაშინ რატო გზავნო? მისი გამოხატვის თავისუფლებას მიგზავნო, დადგომას მიგზავნო, პარტიას მიგზავნო. მაშინ ადექით და ჭამაშე მიგზავნო. ადექით და დასალევიც ამიგზავნე, ადექით და ძილის ამიგზავნე და სიცოცხლე ამიგზავნე მაშინ. საით მიყავს საზოგადოება, ეს მინდა უცნებას. საით მიყავს, თუნდაც ქუჩაში გამოსული საზოგადოება. რა ქუჩაში გამოსული რადგანაც არის გამსხვრებული აზრი აქვს, საკუთარი მოქალაქეები არ არიან? მე შეიძლება ვიღაცის აზრი არ მოუწევს, მაგრამ იმას ანიშნავს, რომ არსებობის უფლება არა აქვს. ყველა ადამიანს აქვს არსებობის უფლება, შენ ეთანხმები, არ ეთანხმები, მოგწონს, არ მოგწონს, ეს რეალობა არის და დემოკრატიული მოცემულობა არის, ხო? დემოკრატია არ არის მხოლოდ ერთი აზრით სიარული, ხო? სხვა აზროვნება ეს არის დემოკრატია. დემოკრატია სხვაგვარად არ ყალიბდება სხვადასხვა აზროვნების გარეშე და მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრით თუ იქნება ჩაქსეული და მხოლოდ და მხოლოდ მათი ჭკუით უნდა იაროს საზოგადოება, გამცროებენ კომუნისტურ პარტიას და არა დემოკრატიას და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ანუ იგივე რეალობას პარტიისკენ ყალიბდება უკვე. ანუ საბჭოთა კავშირში ბრუნდები თქვენ ეს განცდა. გაუცხრეს უკვე საბჭოთა კავშირი და კომუნისტური სისტემა ყალიბდება უკვე. ეს არაა დემოკრატიული სახელმწიფოს მართლობა და დემოკრატიული ელფერი არ დადებს. იახ მიდის საქართველოს უკვე საბჭოთა კავშირის მიმართულებით და კომუნისტური მიმართულებით და როგორც იყო მაგალითად სტალინის სიტყვაზე კომუნისტურ ბელადი სიტყვაზე, ესეთი ბელადი უნდა გამოიყენო ბიზნაივა, მაგრამ ბიზნაივანიშვილი და სტალინი სადაც დამეწესებად გარი გამსხვრებული ბიზნაივანიშვილმა რაც არ უნდა ვენები იჭრა, სტალინი ვერ გახდება. იმიტომ რომ ბიზნაივანიშვილია. მოქალაქეებს რას ეტყოდით, ვინც ჯერ კიდევ არ უერთდება ამ საპროტესტო აქციას, მათ შორის მაშინაც კი როცა ხედავს რა მასშტაბის საფრთხეა ხო ქვეყანაში და როგორ იცვლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ეს აისახება ბუნებრივად თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე, ხო? მათ შორის როცა მათ ექნებათ უკვე პრობლემები და აღარ ექნებათ საშუალება და სივრცე და უფლება, რომ გამოხატონ ეს პროტესტი, ხო? თქვა გადაკეტონ ქუჩა. რას ეტყოდით თქვენ ამ კუთხით მოქალაქეებს, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა ეხლა დღეს? მე მინდა უთხრა მოქალაქეებს, ამ ადამიანებს, რომლებიც დაგვრჩენიანო ქუჩაში აბურგახარ. რატო აპროტესტებთ? თქვათ არ გავაპროტესტებთ, სიტყვაზე მაგალითად არაფერი აბსოლუტურად და ტელევიზიამ არ გამოაცხადა და ინფორმაცია ვერ მიიღეს. ისმის კითხვა, რა სახელმწიფოში უნდა იცხოვრონ ამ შემთხვევაში? ინფორმაციას ვერ მიიღებენ. ადამიანები არ გააპროტესტებენ. ანუ ვის სახელმწიფოში უნდა იცხოვრონ? კომუნისტურ სახელმწიფოში სულ ცხოვრება? ეს არის მათი ამოცანა და კომუნისტურ პარტია ჩამოყალიბდეს ქართული ოცნება? თუ კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდება ქართული ოცნება და კომუნისტური სახელმწიფო გვექნება, მაშინ რა მომავალს ხედავს საზოგადოება? რა მომავალი უნდა დაინახო კომუნისტურ სისტემაში და კომუნისტურ პარტიაში, ხო? არანაირი მომავალი არ იქნება. ერთი პარტია განლაგებს, ერთი ძალა იქნება, ეს არ არის რა თქმა უნდა სახელმწიფო წესიერი მართლობა და მეართულობა სახელმწიფო ამ წესიერებით მიდის. რა თქმა უნდა სახელმწიფო როცა მიდის უწესოდ, შენ ბუნებრივია უნდა დაუპირისპირდე და უნდა გააპროტესტო, ხო, რა თქმა უნდა თავისთავად. მე მომხრე თუ ვიყავ ქართული ოცნები 12 წელი იმას ანიშნავს, რომ დღეს რომ უპასუხისმგებლობას ღებულობს, უნდა გავაგრძელო ტაჯი დაკვრა. ესე არ ხდება. სახელმწიფო თუ გიყვართ და გაინტერესებს, როცა ხედავ უსამართლობას, უნდა გააპროტესტო, რა თქმა უნდა თავისთავად. მე ვნანობ დაჯერო, რატო ადრე არა მოვიღე ხმა, რატო ადრე არ გავაპროტესტე, რატო რაღაცები გაუპრავე ქართული ოცნებას და მას ვნანობ და მინდა მოუწოდო საზოგადოებას, რომ დროზე მოვიდეს საზრდა და დროზე გამახვილეს ყურადღება ნებისმიერ უსამართლობაზე. ეს ქვეყანა ჩვენია, სხვისი არ არის და ჩვენ უნდა უპატრონოთ ამ ქვეყანას. არ შეიძლება რამიშეთ ბახსოს ერთხელ ჩვენს Facebook Live-ში, რომ როცა დაიწყეს მოქალაქეების ცემა აქციებზეო, მაშინ გავიმიჯნევ ქართულ ოცნებას. თუ სწორად მახსოვს. ეს არის მიზეზი თუ არა, ახლა ოპოზიცია რო პროგრესულია ქართული ოცნება, ამას ლაპარაკობს, ოცნება რო შეიქმნა იმ დღიდან დაწყებული, ხო? მე მაგის გამო კი არ გამოსულა ქუჩაში. და გამოდი საკუთარ მოქალაქეების ცემატყება რო დაიწყო და საკუთარ მოქალაქეების დარბევა და დამცირება. ძალიან კაფიო გახდა, რომ ის არ უზრუნავდა მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, თავისთავად, იმიტომ რომ ჩემი არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მე გვერდში დავუდექი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და თამამად ვამბობ, რომ სოფენ ასაგრაჩი 6-ჯერ დამარცხდა და მე იგო არჩევნები და უხაროდენ, ხედავ, რომ ჩემი არჩეული ხელისუფლება, რომელიც 7 ნოემბერს და 26 მაისს მაკეშინებდა და
იჯინებდი მეც რომ 7 ნოემბერი და 26 მაისი რატომ მოხდა? მრავალი 7 ნოემბერი და მრავალი 26 მაისი დაატეხეს ქართულ სამსახურს. ამაზე როგორ უნდა გავშემოვლიყავ და როგორ უნდა მეთქვა რომ მე რა არ შეიძლება ყველა საქართველოს მოქალაქეა. გამსხვავებული აზრია, გამსხვავებული შეხედულობა აქვს თუ ამით დავყავით საქართველოს მოქალაქეები. ჩვენ რა მომავალი უნდა გქონდეს მაშინ? დიდი მადლობა. მომავალი არ გვექნება. მადლობა, ეს ზურაბ ირემაძე იყო, მოქალაქე, პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთია საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილი დღეს ბათუმში 323 საღამოს მოქალაქეები ისევ დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სწორედ აქ იმართება ისევ საპროტესტო აქცია, ეს არის უწყვეტი პროტესტი. როცა მოქალაქეები ხმა ისმის ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, ამ წინააღმდეგობას, მაშინ როცა ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები და მაშინ როცა დიქტატურის დამყარებას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლებით ხელში და ასევე ძალიან მარტივი დასანახია, რომ ეს ყველაფერი უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, რადგან ძალიან მარტივია დაინახო რა ელოდება ქვეყანას, რა ელოდება საქართველოს აგრესორი რუსეთის პირისპირ, როცა ის რჩება მარტო ევროპის და რეალური მეგობრების, რეალური პარტნიორების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. ამიტომაც მოქალაქეების საფრთხის აღქმა უკავშირდება პირდაპირ დამოუკიდებლობის დაკარგვას, თავისუფლების დაკარგვას. მოდი გავისაუბროთ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ. მალხა შეიძლება ერთი წუთი თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ. დღეს კიდევ ერთი კანონი მიიღო ქართული ოცნების არალეგიტიმმა პარლამენტმა, რომელიც შეეხება კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ასევე უკვე პროტესტი გახდა კრიმინალიზებული. თუ კი თქვათ, მოქალაქეები გადაკეტავენ ქუჩას, მათ ამის გამო დააპატიმრებენ, ან თუ კი სამჯერ მიაყენებს ვინმე შეურაცხყოფას პოლიციელს, უკვე სისხლისამართლის წესით მოუწევს მას პასუხისგება. რას ფიქრობთ, რა ეტაპზე გადადის ამით ქართული ოცნება და წინააღმდეგობა მეორეს მხრივ? Այսին ամբողջ რაღაც դաբել դիկտատուրա է խաբ դիկտատուրա 21 საუკუნეରେ ესეთი კანონები ფაქტობრივად დიქტატურაში ვართ ანუ უკვე კი ჩენილი რაში განსხვავდები იმას კიდე დალაგებული აქვს სიტუაცია ქარხნები აქვს და ფაბრიკები აქვს მიდის რა ესე დაჭერებზე მაგრამ ყოველთვის ვიზახი რა მე დამიჭერენ გამოვა 10 მე აი მას დაიჭერენ ხო დაინახეს რა რამდენი ადამიანი გამოვიდა ან მათ შორის 4 ოქტომბერსაც ხო რომ ისე ეხა 26-ში უფრო ბევრი გამო ანუ ეს ადამიანებში როცა პროტესტია ეხა ესენი პოლიტიკურ თამაშობენ ჩვეულებრივად ევროპასთან ეხა ტყვეები აიყვანეს მოქალაქეები ესე კიდე დაამატებენ და ესე თამაშობენ პოლიტიკურ იმას ევროპასთან თორე ეხა კი იციან თვითონაც რომ ძალიან ბევრი ყავთ და არჩევნებზეც ნახე როგორ მივიდა და ეხა თუ აჯერებენ გამოდიან რაღაცა ანუ რას თამაშობენ ევროპასთან ეს რა ტიპის ურთიერთობა ანუ ტყვეებს აიყვანებენ იმათ ეუნებიან ნახე როგორ მე შენ ესე ჩემზეა იტყვი ეს რაღაცებს უფრო წავალ რუსეთისკენ უფრო და უფრო გადავიხრები ანუ ნახოთ ეხა ხვალ კიდე უკრაინაში მიდის ზელენსკი და ზელენსკი ამერიკა გადაწყვიტავს ბევრ რამეს უკრაინის შედეგები როგორი იქნება ამ ომში ხო ანუ უკრაინის წარმატება ეს დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკას და უკრაინას რა თქმა უნდა როგორც ჩვენ გქონდა სპარსეთის დაწესებული რო გქონდა 5000 ვაჟი უნდა მიგვეცა და 5000 ქალი უნდა მიგვეცა და მოვიდა მაკედონელი და გაანთავისუფლა აი ანალოგიურად ზელენსკი გაანთავისუფლებს საქართველოს ზელენსკი პატარა პერსონა არ არის როგორც პიროვნება პრეზიდენტი უკრაინის და უკრაინაც არ არის ხა პატარა ომში და ცივილიზებული ქვეყნები ეუბნება ხდება რუსეთს ამას ყველაფერს ბოლო რა უნდა იყოს ანუ დაიჭერენ ამდენი ათასობით ადამიანს ხა თვითონ კი იზახის რომ მე ამდენმა მილიონმა მომცახმა და რაღაცა და შეიძლება რაღაცა ფიქრი აქვს ამასთვის და იმასთვის რაც არ უნდა გააკეთოს ამდენ ადამიანს ვერ დაიჭერს ბელარუსიას თუ რო ადარებენ რაღაცა ეს არის რაღაცა რავი ვერ შევადრე რა ბელარუსია საქართველოს იმიტომ რომ ბელარუსია იყო რუსეთი ფაქტიურად რუსული კომუნიზმი იყო იქ და კოპტორგები ქონდათ კიდე რა კი თითქოს რაღაცა ევროპულად ცხოვრობენ რაღაცას ჯინსებს იცნებენ და აი როგორც იყო 90-იანებში ეს მდგომარეობა ეხლა საქართველოს არის ჩვეულებრივად ცივილიზებულ ქვეყნებში
ახლოს ვიყავით ჩვენ გახსნილი გზები ხალხმა და უცნობის მიუღებლობა ჩანს მარტივად იმაშიც რომ არ მივიდა ხალხი არჩევნებზე ხო მათ შორის CSKO-ს მონაცემებით ჩანს რომ ყველაზე დაბალი იყო გამოცხადების მაჩვენებელი და 20%-იანი ხმებით გავიდა იდეაში კახიკალაძე თბილისში ხო ანუ 20%-იანი ლეგიტიმაციის მქონე თბილისის მერია ხდება მათემატიკურად გამოთვალოს ხალხმა არ მივიდა საერთოდ 10 მილიონი ადამიანმა ვინც მივიდა იქ მოდი ესე რო თქვა აი საარჩევნო უბნებზე როგორ იყო ხო სარიელი იყო ყველაფერი საერთოდ წინ არჩევნებზე რა ამბავი იყო აი სულ სიცარიელი ანუ ამ სიცარიელში თითქოს არა CSKO-s მონაცემებშიც ანუ ქართული ოცნების პრაქტიკულად ხო მონაცემებშიც ჩანს რომ იყო ძალიან დაბალი გამოცხადება აქტიურად გამოდიოდა თვითონ არიან CSKO-s და ყველაფერი თვითონ არიან თვითონ ალაგებენ თვითონ ჭრიან თვითონ კერავენ ეს რაც შეეხება დაჭერებს ეხლა ჩვენ გზას ბათუმში არკეტავთ უკვე ამოდრიმე თვეების მანძილზე და იმოქმედა რა თქმა უნდა ამ ჯარიმებმა მაგრამ აი როგორც ესეთი რაც სოფლიოში პირველად ხდება საქართველოში ჩვენ გამორჩეულიერი ვართ ყველანაირად და ჩვენც ესე გამორჩეულად გვიწევს ყოველდღე მოდის 30 ადამიანი ამას არ აკლდება არ ემატება თუმცა ხალხში პროტესტი აი მარტო შედარება გავაკეთოთ ამ არჩევნებიდან გამომდინარე რამხელა პროტესტია ხალხში და ვერ დაიჭერს კი აქ გათვლა რომ დაიჭერონ 29000 ადამიანი და 28000 ადამიანი და რაღაცა ოცნებებში არიან მაგრამ გამორიცხულია ეს გამორიცხულია იმიტომ რომ ჩვენს ხარეს არის ცივილიზებული ქვეყნები და უკრაინა რა თქმა უნდა ზელენსკიც ჩავიდა ამასინა და განაცხადა რომ ჩვენ საქართველოს დაკარგეთ ფაქტიურად რა და ამ დაკარგვას არავის არაპატიებდა ფაქტურად ივანიშვილი გააკეთებს თქვა თუნდაც ხოლმე ჩემი ფული მაინტერესებსო რა ბოლოს ჩამოვედიო ეხლა პუტინმა გამომიშოვა და ჩემი ფული მაინტერესებსო და დანარჩენი ამა ესენი ეხლა როგორ არიან იცი რა ხან გამოვალ სიტუაციაში არიან და ბოლომდე ვიყვებიან მაგრამ წავა აუცილებლად შვენივრად წავა ესე რომ ვთქვათ წაიღ ფულებს დაალაგებს ის წავა იცხოვრეს მაგრამ დანარჩენები რას იზამენ ეს რომლებიც აი ესე ხალხს აწამებენ ცემენ უთხრამენ სისხლავენ იჭერენ რა ვიცი რას არ უკეთებენ ის რომელიც ხალხმა ბევრმა არც იცის იმიტომ რომ უყურებენ იმედის არხს იქ არის შოუ პროგრამები მილიონები ვალები აქვს სახელმწიფოსგან აღებული და ამ პროპაგანდით ტენიან ამ ხალხს და უყურებს ეს ხალხი და ოპოზიციურ არხზე რო გადართოს დაინახავს რეალობაში რაც ხდება ესე ხალხი მაგრამ მე რა ქუჩაში რო დავდივარ განწყობა არის ხალხში ძალიან ესეთი და რა ვიცი უკვე ხალხი დაიხალა ამ ყველაფერს და ყველა კუთხეში პრობლემა ხალხს რა ვიცი პენსიონერები ცალკე რა ვიცი ძალიან ცუდი სიტუაცია საქართველოში ესე სიტუაცია არ ყოფილა და ეხლა თუ რაც უფრო გამძაფრეს მით უფრო მიიღებს მეტოდი დარტყმას ისე რომ რა ჩვენ შეიძლება დაგვიჭიროს შეიძლება დაგვრიტოს რაღაც მაგრამ მაინც საქართველოს გადარჩება დიდი მადლობა ეს მახაზირემაძე იყო რეჟიმის ტყვეებს მადლობა ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საპროტესტო უწყვეტი პროტესტი 323 დღეს ეს ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი და ნეტგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით